განჯომ მე მქვია ერეკლე და დღეს ჩვენ გამოვჩით რაღაცა პროფესიებს ქალაქ ბრუქჰევენში რობლოქსში ხო მოდი უკვე დავიწყოთ მაგრამ ერთი რაღაცა მინდა კითხოთ როგორ ჩაიარა თქვენმა ანუ აი პირველმა სკოლის დღემ და დღევანდელმა დღემაც მაგალითად გუშინ ჩემმა პირველმა სკოლის დღემ ჩაიარა ანუ კარგად იყო ყველაფერი ასახალი მასწავლებელი მოვიდნენ და თქვენ და ანუ დღესაც კარგად ჩაიარა ყველაფერი ეხლა მორჩი გაკვეთილების კეთებას და დავჯექი რომ ვიდეო ჩავიწერო და თქვენი პირველი დღე სკოლაში როგორ ჩაიარა დაწერეთ კომენტარებში ხო და დღეს ჩვენ როგორც გითხარით ანუ აი რაღაცა პროფესიებს გამოვცდით საერთოდ მაგ თამაში და პირველი მოდი მივყვეთ საერთოდ შევიდეთ აი აქამ და ავირჩიოთ რაღაცა ანუ პროფესიებია თქვენ შეხედეთ ანუ მოდი რამე ვიღაცა ავირჩიოთ უი ბანკი გადაარჩეს მაგალითად მოდი პირველი როგორც არის მოცეკვავე ხო შევდეთ ჩვენ ახლა ვართ მოცეკვავე და მოდი წავიდეთ ანუ ზოგადად იმაკ ცენტრში რომ შევიდეთ იმ დარბაზში ცეკვის დარბაზში და ვიცეკვოთ მაგრამ თავიდან რა დასჭირდება საერთოდ მოცეკვავეს რა შეიძლება დასჭირდეს ჩემი აზრით ზოგადად დიდი არაფერი ხო აქედან ბევრი რამე არ დასჭირდება მე უბრალოდ შევალ და ცეკვას დავიწყებ ხომ შევედეს მეგობრებო ცეკვავა ეგრე რაღაცნაირად ცეკვავ როგორ ვარჯიშობ მოდი აბა აქ კიდევ რაღაცნაირად გავაკეთოთ აი ეგრე მოდი აი აქაც რაღაცნაირად არ არის ისეთი დიდი და საინტერესო ეგეთი აი პროფესია და მაგიტომ მოვიხსნათ ეს პროფესია და ზოგადად რამე სხვა ვიღოთ აბა რა პროფესია შეიძლება მოდი ავიღეთ აი როკერის სტორი რომ არის აი აქა იმის გამყიდველი ვიყოთ ხო მოდი აი აქ დავდგეთ და და რა გვჭირდება საერთოდ იმისთვის გამყიდველს რა თქმა უნდა სჭირდება ანუ კომპიუტერი აქ უკვე უდგას ფული სჭირდება რომ მან საერთოდ აიღო და კიდევ რა შეიძლება დასჭირდება ტელეფონი ყოველი შემთხვევისთვის წიგნი არა და რომ ჩაიწეროს რაღაცეები მაგალითად რომ თითქოს ურეკავს ვიღაცას რაღაცეები ჩაიწერა აი ეგრე შევედეთ ვიწერთ რაღაცეები და ასე შემდეგ მოდი ეს ყველაფერი გავაუქმოთ და სხვა პროფესია სადოთ აქ საერთოდ აბა შემდეგ რა გვაქვს პოლიციელი მეგობრებო თან მოდი იცი რა არის ჩავიცვათ პოლიციელის ფორმა აი ეგრე უფრო გავართ პოლიციელს და წავიდეთ საერთოდ პოლიციის განყოფილებაში წავა მეგობრებო წავა ჯდებით მეგობრებო ჯდებით ანუ აი აქ ვართ და აბა რა დავკეთ არ დასჭირდება პოლიციელს ეს ჩვენი აზრით ძალიან ადვილი მოსაფიქრებელი იქნება. რა თქმა უნდა, თოფი დასჭირდება.
რა თქმა უნდა. და კიდევ დასჭირდება ხელბორკილები, ტელეფონი შეიძლება კიდევ დასჭირდეს. და ეგ შეიძლება კიდევ. აი ეგეთი, რომ თავისი თავი დაიცვა და ტელეფონი რომ ვიღაცას დაურეკოს. მოდი აი აქ დავჭდეთ და რაღაცეები ვაკეთოთ, მაგალითად. აი ეგეთი პროფესიაა ზოგადად პოლიციელი მეგობრებო. მოდი კარგი ეს ყველაფერი გავაუქმოთ. დავნახოთ შემდეგი რა პროფესია. შენი პროფესია არის დაიცა ეს ზოგადად ვინ არის პაციენტი საერთოდ თუ ექიმი რაღაცა ვერ გავიგე. კარგი მეგობრებო, გავერკვევით. მოდი ჩვენი სკინი გავიკეთოთ ჩაოლებრივი. და პოლიციელი მოვიხსნათ. მოდი და ექიმია თუ ვინ არის, არ ვიცი რა. მაგრამ მოდი წავიდეთ ზოგადად საავადმყოფოში. ვნახოთ აბა იქ ზოგადად. მივდივართ. აი პაციენტი ეს არის. ეს ექიმს ნიშნავს. ხო, ეს ექიმს ნიშნავს. და მოდი ზოგადად ავიღოთ ის ნივთები, რაც ზოგადად ექიმს დასჭირდება. ექიმს რა თქმა უნდა. უბრალოდ რა თქმა უნდა. დასჭირდება წამალი. კიდევ რა შეიძლება დასჭირდეს? ეგ რომ რაღაცეები ჩაიწეროს მაგალითად. ტელეფონი დასჭირდება კიდევ ჩემი აზრით. და კიდევ რა შეიძლება ექიმს დასჭირდეს? აი ეგ რაღაცა. და მოდი თუ აქ საერთოდ არის ეს ექიმის ფორმა ჩავიცვათ. აი ეგ არის ექიმის ფორმა. და მოდი დავჭდეთ და ზოგადად რაღაცეები ვაკეთოთ აქა. მაინც ექიმი, როცა ზოგადად არაფერს არ აკეთებს კომპიუტერში, აკეთებს თავის საქმეებს, როის პაციენტები არ ყავს. კარგი და მოდი ეს ყველაფერი გავაუქმოთ მეგობრებო. და ზოგადად მოვიხსნათ ეს ფორმა და ეს ზოგადად ეს პროფესია. და კიდევ რა პროფესიები გვაქვს აქ? კიდევ გვაქვს აქ კიდევ ერთი პოლიციელია, მაგრამ არ აწერია რომ პოლიციელია. ეს არის მეხანძრე მეგობრებო. მოდი როცა აქ შესასვლელია, მოდი შევიდეთ. და ვნახოთ აბა აქ რა არის. მე აქ ზოგადად არც ისე ხშირად ვარ ნამყოფი და მაგიტომაც ბევრი რამე არ ვიცი. გასაგებია. აქ ტუალეტია როგორც ვიცი რა ხო. ტელევიზორიცაა აქ, მაგრამ შემიძლია ჩავთვა? კი, შემიძლია ჩავიდე. და იქ იგივე გადაცემები არის? ხო. კარგი, მოდი საქმე შევუდგეთ. და ჩავიცვათ მეხანძრეს ფორმა. ეგეთ ფორმას ჩავიცმევ მე. მეგობრებო, და ავიღოთ რაც დასჭირდება ზოგადად. საერთოდ მეხანძრეს. აბა ვის. კიდევ რა დასჭირდება მეხანძრეს?
ტელეფონი დასჭირდება. კიდევ რომ ჩააქროს ესა. ზოგადად ეს ბარიერები დასჭირდება, რომ თუ რამეა რაღაცა ადგილას თუ ხანძარია, რომ ის ადგილი გადაკეტოს. და ისეთი არაფერი უკვე. ხო, მეგობრებო. მეტი ისეთი არაფერი. და მაგიტომ ჩვენ ავიღეთ რაც დაგჭირდება და მოდი კომპიუტერს მივუჭდეთ და ვიმუშაოთ. დაიცა და მეგობრებო და მუშაობა რატომ არ შეგვიძლია? რატომღაც არ შეგვიძლია, მაგრამ კარგი. მეგობრებო კარგი, მოდი ჩვენი ავატარი დავიბრუნოთ და ეს პროფესიაც ზოგადად მოვიხსნით. წამოეხლა სხვა პროფესია გამოვცადოთ. და აბა ნახოთ შემდეგი რა არის აქა. მასწავლებელი მეგობრებო. ესე იგი ჩვენ ხა სკოლაში უნდა წავიდეთ. კარგი, გავიქეცით, მაგას ავიღებ, რომ უფრო სწრაფად მივდიოდეთ. და შემოვედით. კიდევ რა დასჭირდება ზოგადად მასწავლებელს. მე ზოგადად რასაც მე არ შეიძლება, იმიტომ რომ მასწავლებელს ახლა თავმე დროს სკოლებში როგორც უნდა ისე შეიძლება იცხვას. და მაგიტომაც უბრალოდ ნივთებს ავიღე რა შეფეთაში. რა თქმა უნდა, წიგნი რომ ასწავლოს ბავშვი, ჩანაწერები ეგეთი რაღაცა. კიდევ და კიდევ რა დასჭირდება? კიდევ მეგობრებო მეტი არაფერი ისეთი და მაგიტომაც რაც არის მარტო ტელეფონს ავიღებ და მოდი შევიდეთ მათემატიკის კლასში და ვითომ ვიღაცას ვასწავლით. მაგალითად ჩავიხილოთ წიგნში აქ რა წერია და დავწეროთ. აქ ვითომ წერია მაგალითად 3-ჯერ 9 მაგალითად და უდრის. ხო, რამდენს უდრის? ვიღაცა საერთოდ მოუნდება უპასუხოს? მაგალითად, ვიღაცა პასუხობს არასწორად, როგორც ჩვენ ვიცით არის 27 და ვიღაცა პასუხობს არასწორად და ვიპასუხობს 26, მაგალითად, და არასწორია და ჩვენ ვწერთ ჟურნალში, რომ მაგან არასწორად ამოხსნა, რომ მე ზოგადად მისშობლებს მიწვევთ ეგეთი ადვილი, მაგალითად, მისშობლებს მიწვევთ რა იყო უბრალოდ ორიანი დაუწეროთ. მოკლედ თქვენ მიმიხვდით. ხოდა ეგეთია პროფესიაა მასწავლებელი. მოდი ეს ყველაფერი გავაუქმოთ, მეგობრებო. და ზოგადად ეს პროფესიაც მოვიხსნათ. და შემდეგ რა პროფესია გვაქვს კიდე? სტუდენტი. კარგი მეგობრებო, მე ახლა მაგ ვიდეოს დავამთავრებ და მაგ ვიდეოს გაგრძელება ცოტა მერე იქნება. არ დაგავიწყდეთ ლაიკები და სულ და ჩემი არხის ხელმოწერა. ყველას ნახვამდის.